ქობულეთში კი შესაძლოა საკურორტო სეზონი ჩავარდეს. ამის შესახებ ქრისტიან დემოკრატების ლიდერი გიორგი თარგამაძე აცხადებს. მისი განმარტებით 270-მდე ოჯახს სახლის დატოვება მოუწევს, ვინაიდან ისინი სესხისდროულად გადახდას ვერ ახერხებენ. ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის ლიდერების განცხადებით მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ დაუსრულებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო ბულვარი ტურისტების მისაღებად მზად ჯერ არ არის. მინდა მიმართო პირველ რიგში საქართველოს პრეზიდენტს, ასევე პრემიერ-მინისტრს და ეკონომიკის მინისტრს, განსაკუთრებით ქალბატონ ქობალიას და შევახსენო, რომ კარგია რედისონების მშენებლობა, კარგია შერატონების გახსნა, კარგია სხვადასხვა მსოფლიო მასშტაბის მილიარდელებთან ერთად ტრაბახი ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას, მაგრამ მე მინდა მათ შევახსენო, რომ მათ ხელფასებს უხდიან არა უცხოელი მილიარდელები, თავიანთი ტურისტული ბიზნესის ინტერესების დასაცავად და გასავითარებლად საქართველოში. არამედ უხდიან ის ქობულეთელები, რომლებიც თავად არიან ამ საოჯახო ბიზნესში დღეს ჩართულები და რომელთა ბიზნესსაც და მთელს ოჯახებს დაკოტრება და საკუთარი სახლებიდან გამოსახლება ემუქრება. ორი მთავარი მოთხოვნა გვაქვს დღეს, ის რომ დაჩქარდეს ეს ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რაც სეზონი ჩატარდეს ზარმატებულად და მეორე ერთ-ერთი მთავარი პრობლემაც ის რომ საოჯახო ტიპის სასტუმროების მფლობელები, რომლებიც დაზარალდნენ მათ მიმართ სახელმწიფომ გასცეს დაბალპროცენტიანი გრძელვადიანი კრედიტები, რათა საოჯახო ტიპის სასტუმროები ბიზნესი არ მოკვდეს ქობულეთში. ბათუმში მანდატურთა საერთაშორისო